კარგად გავიაზროთ, რას ნიშნავს, როცა სრულიად ერი, სრულიად საზოგადოება ქვეყანას დაფასება აქვს სათანადო გაგება. მოდის გიხდით ამისთვის, რომ თქვენ გაერძოს მოვლენას. მაშინ ჩვენი სამშობლო კიდევ ერთხელ ყველას მოგილოცავთ დღევანდელ დღეს. საქართველოს პარლამენტში იყო დამკვიდრებული არასწორი ტრადიციებიც და სწორი ტრადიციებიც. ჩვენ ვაგრძელებთ სწორ ტრადიციებს და 9 მაისს ყოველთვის უმასპინძლებთ ვეტერანებს, რომლებსაც დღეს განსაკუთრებით სჭირდებათ ჩვენი მოფერება და ყურადღება. ამიტომ ვართ შეკრებილი ამ შენობაში და კიდევ ერთხელ ულოცავ ყველას ამ მნიშვნელოვან დღეს. დღეს პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით ვეტერანებთან არის შეხვედრა, დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან. ჩვენ მქონდა პერიოდი, როდესაც ვამბობდით, რომ სხვისი ომი იყო და ეს ხალხი სხვის ომში იბრძოდა, მაგრამ შეუძლებელია ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იყოს სხვისი ომი. ეს ადამიანები გმირები არიან, მათი რაოდენობა თითი დღე მცირდება და ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. დღევანდელი დღეც არის მათ მიმართ კეთილი ჟესტის დადასტურება. დღევანდელი დღე, რა თქმა უნდა, ეს არის როგორც ჩვენი ბედნიერება, ასე ქართველი ხალხის სასიხარულო დღე არის და რა თქმა უნდა, ძალიან გმაყოფილი ვარ. მინდა რომ ყველა სამამულო ომის მონაწილეებს და ყველა შეკრებილ ხალხს მოულოცო ეს დღესასწაული, რომ ყოველთვის ყველა ჯანმრთელად ყოფილიყვეს, კარგად ყოფილიყვნენ, ბედნიერად ყოფილიყვნენ. არ გენახოთ, რაც რომ ჩვენ სამამულო ომის მონაწილე ვნახა, არავის არ უსურვებ ომსა და ყველას უსურვებ მშვიდობა.